რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. საღამოშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მე დაფნა გახლავართ. დიდი სიამოვნებით გეტყვით, რომ უსმენთ პროექტ სახელწოდებით აკრძალული ხილი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს 22 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე და მას უძღვებით ჩვენ. მე ჩემი თავი წარმოგედგინეთ უკვე და იმედია მიცნობთ წლების განმავლობაში და დღიდან დაარსების რადიო იმედის წამყვანი ვარ, ხოლო ადამიანი, რომელმაც მოიფიქრა ეს გადაცემა, რომელსაც მოვიდა აზრად რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება სქესობრივი განათლების ამაღლება და მან ეს იცის არა გადმოცემით და არა მონაჭორით და მონათხრობით. საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი გახლავთ ეს ადამიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი სექსოლოგი პროფესორი ზურაბ მარშანია. მე მას სიამოვნებით მივესალმები. საღამოშვიდობის ბატონო ზურაბ. მოგესალმებით დაფნა და მეც მივესალმები ჩვენს ერთგულ და კარგ რადიო მსმენელებს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად რა ხასიათზეც არ უნდა ვიყოთ დღეს, რაც უნდა ხდებოდეს მსოფლიოში და საქართველოში ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად, ჯანმრთელად. არა, კარგად კი არ უნდა ვიყოთ ფორმაში, რომ გავამართლოთ ჩვენი ერთგული რადიო მსმენელების იმედები, რომელიც ესე გვეფერებიან ყოველ გადაცემაზე. არო ადამიანი რო გეფერება უყვარხარ ესე იგი არა. აბა ბატონო ზურაბ, როცა არ უყვარხარ გეჩუბება. მე აუცილებლად უნდა ვთქვა ის სათქმელი, რომელიც გადაცემის დასაწყისში მეკუთვნის რომ ვთქვა. მე უნდა მოვუწოდო რადიო მსმენელებს მოურიდებლად მოგწერონ თავიანთი SMS-ები ნომერზე 917778 917778. აი ამ ნომერზე უნდა გამოგზავნოთ ყველანაირი შეკითხვა, რომელიც კი მოგივათ აზრად სექსთან და არა მხოლოდ, როგორც ვამბობთ ხოლმე, დაკავშირებით და დარეკვის შემთხვევაში უნდა აკრიფოთ ტელეფონის ნომრები რადიო იმედის პირდაპირ ეთერის სტუდიისა 2921188 და 2921199. რაც შეეხება ჩვენთან დამეგობრებას სოციალურ ქსელში, ძალიან მარტივია. Facebook-ზე ვაქტიურობთ ჩვენ ძირითადად, რამე თუ მთელი საქართველოს Facebook-ზე აქტიურობს. ჩვენ მარტივად მოგძებნით აკრძალული ხილი რადიო იმედი, დაგვიმეგობრდით ლაიქ და შემდეგ ესე იგი უკვე შეგეძლებათ რომ თვალყურიც გვადევნოთ. ამავე დროს გეტყვით რომ თუ აი ამ გადაცემის მსვლელობისას არ მოგივიდათ თავში კითხვა, არ დასვით, ვერ მოასწარეთ, შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ ყველაფერი Facebook-ზე. რა თქმა უნდა, კონფიდენციალობაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს, თქვენი ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არსად არ გაჟონას. ბატონო ზურაბ, ჩვენ ახალი ქუდი გვაქვს, ახალი შესავალი აქვს ჩვენს გადაცემას და მე ძალიან მომწონს ის თუ როგორ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი გადაცემის არსი. ჩვენ ვსაუბრობთ სექსზე და არა მხოლოდ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა გკითხოთ, რამ გამოიწვია ასეთ თქვენი აღელვება, იმიტომ რომ ადამიანი დიპლომატიურ სამსახურში ნამუშევარი, თანაც ექიმი, ყველანაირად გეკუთვნით სიმშვიდე, უნდა იყოთ მშვიდად, რა თქმა უნდა და ხართ კიდევაც და მე მინდა უთხრა რადიო მსმენელებს, რომ მე ბატონი ზურაბი აღელვებული მყავს ნანახი მხოლოდ ერთხელ. და ისიც ეხებოდა მის პირად ცხოვრებას, ქალიშვილთან დაკავშირებით ღელავდა და აი დღეს ვხედავ მეორედ აი ესეთ აღელვებულს. მე მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ პირდაპირ ეთერში დაგისვათ ეს კითხვა, რამე თუ ხვდები, რომ ის არ არის ისეთი პირადული, როგორც წინა შემთხვევაში და მე მგონი შეგვიძლია ჩვენც გავიზიაროთ თქვენი გულისწყრომა. იცით რა, მე ვიტყოდი, რომ ძალიან პირადულია. იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ შვილების პრობლემა არის, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად განვიცდით და ყველაზე მეტად გული შევტკივა, ყველაზე საყვარელი ადამიანები არიან, მაგრამ არის კიდევ სხვაც, რომელიც არა მარტო პირადია, არამედ არის ალბათ წმინდათა წმინდა, ხო? არის საქართველოში ესეთი გამოთქმა დედასამშობლო, ხო? დიახ. აი, როდესაც ჩემ ქვეყანას, ჩემ სამშობლოს რაღაცა ეხება, როცა ჩემ სამშობლოს შეურაცხყოფას აყენებენ, არა? ძალიან განვიცდი, მაგას ეს იგივეა, როგორც დედის შეურაცხყოფა, იმიტომ სამშობლო ჩემი დედაა, ხო? და ერთია. ვაჟარ ვიძახო და სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზე დაო. ერთადერთი და როდესაც დღესაღამოს მე შევესწარი ესეთ რაღაცა სრულიად შემთხვევით
კომენტარი წავიკითხე პირველი არხის საინფორმაციო გადაცემის კომენტარი არც ამბობენ ეთყობა გაურბიან რა ამას ყველაფერს იმდენად ამაზრზენი რაღაცა მოხდა თქვენ ახსენეთ ჩემი დიპლომატიური სამსახური და ნეტა არ მემსახურა დიპლომატიურ სამსახურში იმიტომ რომ ის რაც მოხდა ეს არის აი ნუ არნახული რაღაცა რა მე ნუ იშვიათად ეგეთი რაღაცას რომ მოესწრო აი ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ იქცეოდა ზოგიერთი ადამიანი ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი ისე როგორც მოიქცა რას გულისხმობთ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის წინაშე რომელიც დატუხსეს ვინ დაგვიტუხსა პრეზიდენტი ერთ-ერთი სახელმწიფოს დიდი სახელმწიფოს ელჩმა მაგრამ ახლა ვიღაცას გონია რომ ეს ელჩი და ახლა ვიღაცა ელჩზე გაბრაზდება ელჩზე ნუ გაბრაზდებიან ელჩი არაფერს არ ლაპარაკობს შეუთანხმებლად დიახ მით უმეტეს ეგეთი პროფესიონალი როგორც ეგ არის ეს არის პოლიტიკა რომელიც ითვალისწინებს იმას რომ ჩემი აზრით და სხვათა შორის ამას წინათ შევესწარი რამოდენიმე გამოსვლელიც იყო მეორე არხზე რო არის თავისუფალი ტრიბუნა ძალიან მომეწონა ერთ-ერთი გამოსვლელი იყო რომელმაც თქვა ეგ სიტყვა და მე გავიმეორებ ახლა ეს არაერთხელ მithქვამს რა მიზანმიმართულად კეთდება ყველაფერი რომ საქართველოში გაღვივდეს ანტიდასავლური განწყობილებები ანტიამერიკული ანტიევროპული რა არის ევროსაბჭოს რეზოლუცია თუ არა ეს რა იყო ეს დატუხსვა ჩვენი არჩეული პრეზიდენტისა თუ არა ეს ესე იგი ვიღაცა რაღაც გარიგებას ხო არ ამზადებს ჩვენ ზურგს უკან ჩვენსავე თავზე და ხონჩით ხო არ უნდა ბატონო ვლადიმერს მიართვას ჩვენი ქვეყანა იმიტომ რომ მივა საქმე იქამდე რომ ამოუვა ხალხს ხელში ბოლოს და ბოლოს არა ეს დასავლეთი მისი ამაზრზენი ორმაგი სტანდარტებით მე ძალიან მკივა ამას ვლაპარაკობ მე დასავლურ ღირებულებებზე აღზრდილი პიროვნება ვარ დაბადებიდან ჩემ ოჯახში ასე ვიზრდებოდი მე ევროპულ ჩრდილოამერიკულ ღირებულებებზე და როცა ესეთ რაღაცას ვესწრებია რა აღშფოთებული ვარ და მეტი არაფერი თქვენ გაგაღიზიანოთ ვინ მისცა უფლება რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს ჩაერიოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში მით უმეტეს სასამართლოს საქმეებში ხალხო ჩვენ ხო ყველა ვიცით რომ დღეს ნამდვილად არ ერევა მთავრობა სასამართლოს საქმეებში ნამდვილად ვიცით ხო ეგრეა როდესაც ერეოდა მაშინ ხმას არ იღებდნენ პაჩკა-პაჩკათი რომ მიდიოდა ხალხი ციხეებში ახლა ვერ გავიგე კაცო ჟაკ შირაკის დაპატიმრება თუ შეიძლება და ნიკოლა სარკოზის ასე ვთქვათ დაპატიმრება თუ შეიძლება და სილვიო ბერლუსკონის რა გახდა ვანო მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია ვერ გავიგე მე ხო რაღაცა ნამედანი არა კი ბატონო მაგრამ ეს ჩვენი შიდა საქმეა კაცო რა უფლება აქვს ვიღაცას ამაში ჩაერიოს და მიგითითოს საქმე ამაშია თორე მე შეიძლება ვიღაცა თანაუზნობდეს ერთ მხარეს ვიღაცა მეორე მხარეს მე მაგაში არ ვერევი მე ნეიტრალური ვარ მე აღშფოთებული ვარ გარეშე ძალის ჩარევით ჩვენი ქვეყნის ეს არის შეურაცხყოფას ჩვენი ერის ჩვენი ქვეყნის ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა რა თქმა უნდა პრეზიდენტის რომელიც წარმოადგენს საქართველოს სიმბოლოს და არანაირად არ იმსახურებს პასუხს მოთხოვენ ვიღაცები ვინ არიან ისინი კაცო იმათმა მოთხოვონ თავიანთ პრეზიდენტს აყლაყუდას ისლამისტებისთვის და 3 და 4 ქისტისთვის რო ვერაფერი გაუკეთებია ეხა იმასაც ვერ ბედავს თავისი არმია შეიყვანოს იქ და კუდით ხო ასრულინოს იმ ტერორისტებს სირიაზე და ერაყზე ხო მარგოშვილი და ბათარაშვილი ბრძოლობენ იქ რაღაც იმათ ვერ მოერია და ახ მიგვითითებს ჩვენ რაღაცეებს აღმაშფოთებელია ყველაფერი ეს და მართალი გითხრათ აი ამომივიდა რა კისერში რა ჩვენი გადაცემის მიმართულება ცოტა სხვა არის ახლა. ცოტა სხვა არის, მაგრამ მე კიმი ვარ, მე არ უნდა აღშფოთდე. ცოტა უფრო. არაფერზე არ უნდა აღშფოთდე, მაგრამ უფრო სუბუქი არასოდეს მე რასაც ფიქრობდი, არ დამიმალია არასოდეს. არა, მე დაგისვით ეს შეკითხვა და თქვენ მიპასუხეთ ამ ყოველთვის მე არ მალავდი ჩემ შეხედულებებს და
მაგრამ იცით რა ყველაფერს აქვს საზღვარი რა. თქვენ გააქვთ პროგნოზი? ჩვენ გვაქვს ახლა მანიშნება რომ 2 წუთიღა დაგჭა საინფორმაციომდე და უკვე 1 წუთი დაგჭა საინფორმაციომდე თქვენ თუ გაქვთ პროგნოზი საით წავალთ? ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის ყველაფერი რა და თქვენ რო ახსენეთ სირია და ერაყი ამ სირიას და ერაყში ძალიან ჭირდებათ რუსეთი დასავლეთ ძალიან ჭირდებათ რუსეთი და დასავლეთს დაჭირდება ცოტა ბევრი ბლომად ხურდა ფული რაშიდაც დაახურდავებენ რუსეთის მხარდაჭერას და მე მეშინი ამ ხურდა ფულში უკრაინასთან ერთად საქართველოც არ აღმოჩნდეს აქეთ მიდის ასეთი პირი უჩანს ცუდი პირი უჩანს ცუდი პირი კი საინფორმაციო არ ყოფილა ჩვენს ეთერში, უბრალოდ სარეკლამო ჭრა არის, რაც კიდევ უკეთესია ჩვენთვის და განვაგრძობთ მე გადაცემას ოღონდ უკვე სექსოლოგიური მიმართულებით. რა თქმა უნდა. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. არანაირი პოლიტიკა მეტი. ხო? No politics. Sex only. მაგრამ პოლიტიკაც თავისებური სექსია რა. აბა რა არის? აგერ ნორლანდმა კი ნახა მიგვიუპატიურა პრეზიდენტი. არა, ეგრე არ არის. თქვენ ისე გაცხარდით თითქოს მართლა რაღაც ისე. პრეზიდენტი არა და სახელმწიფო. სახელმწიფო, ხო, მაიმე ნორლანდს თუ შეუძლია რომ ამ ხელა სახელმწიფო მიგვიჩაგროს. სუდათ არის ჩვენი საქმე. იცით რა, შეუძლია რა არის, იცით თუ მისცემ საშუალებას შეძლებს, თუ არ მისცემ ვერ შეძლებს. ესე იგი მისცეს. არ ვიცი ალბათ. ჩვენ დღეს კვლავ იმაზე ვსაუბრობთ, რაც პრინციპში ყველაზე შემაწუხებელია ალბათ მამაკაცის ცხოვრებაში, ეს არის შეუძლებლობა სქესობრივი აქტისა, ანუ ერექციული დისფუნქცია. და დღეს ვილაპარაკებთ ჩვენ ერექციის დარღვევის კურნალობაზე. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წარმომავლობაზე, როგორ შეიძლება დაემართოს, ვის შეიძლება დაემართოს, რისკ ჯგუფებზეც ვისაუბრეთ წინა გადაცემებში და მე მგონი დადგათ რომ იმისა რომ ვინ არის დარტყმის ქვეშ, ეხლა ვისაუბროთ კურნალობაზე. კლინიკა, უпростоეთ როგორ ვითარდება კლინიკა და კურნალობა, აბა რა. ბატონო ზურაბ, სანამ კურნალობას და რა თქმა უნდა დიაგნოსტიკაზეც ვილაპარაკებთ. უბრალოდ დიაგნოსტიკა, დიახ. კლინიკა და დიაგნოსტიკა რა. ზუსტად ეს მინდოდა რომ კურნალობა ალბათ მომავალი გადაცემისთვის. თუ მოვასწარეთ დღეს გავაკეთოთ. მოდით ვისაუბროთ იმაზე, ხო, დიაგნოსტიკა როგორ ხდება. იმიტომ რომ ჩვენ წინა გადაცემაში რადიო მსმენელმაც დაგვისვა მსგავსი შეკითხვა, რომ ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს, რომ მას ეს პრობლემა აქვს. მე მეცაც გეტყვით ქალბატონმა მოგწერა, მე რომ მხოლოდ თქვენი გადაცემის მეშვეობით მივხვდი იმას, რომ ჩემს ერექციული დისფუნქცია აქვსო და სად მოგმართოთ, როგორ მოგმართოთ, მოკლედ უამრავი შეკითხვა იყო. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს რადიო მსმენელებს მივმართო, შეგეშინდებათ SMS-ის გამოგზავნა, რამდენიც თქვენმა მობილურმა ოპერატორმა დააწესა, ზუსტად აი იმდენი დაგიჯდებათ, ზუსტად იმდენი ჩამოგეჭრებათ თქვენი მობილური ბალანსიდან და არა იმაზე მეტი და არ ვიცი ვინ გაავრცელა ეს ჭორები, რომ რადიოში თუ ტელევიზიაში მოკლედ გაგზავნა ძალიან ძვირიღეს. მე არ ვიცი მართლა ტელევიზიაში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ზუსტად იმდენი, რამდენიც თქვენმა მობილურმა ოპერატორმა ზოგადად დაგიწესათ SMS-ის გაგზავნისას. ნომერი არის 917778. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გამოაგზავნოთ SMS-ები მხოლოდ ერექციული დისფუნქციის შესახებ. ხომ შესაძლებელია თქვენ პირველად გვისმენთ, სულ სხვა პრობლემა გაქვთ და ბატონ ზურაბი ყოველთვის მზად არის, რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. მე კი გადაცემის მსვლელობისას ნელ-ნელა მივაწვდი ამ კითხვებს ბატონ ზურაბს და ყველა პასუხი გაიჟღერებს პირდაპირ ეთერში. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. უკვე როგორღაც მივახციეთ იმას, რომ ძალიან უწმაწური სიტყვებით SMS-ები აღარ იწერება. ახლა სხვა თხოვნა გვაქვს. მიაწერეთ ხოლმე ქალბატონი ბრძანდებით თუ მამაკაცი. იმიტომ რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა. გაგვიოლდება ხო პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სახელი და გვარი უნდა მიუთითოთ, თუმცა არიან მსმენელები, ვინც სახელებსაც აწერს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ მიაწერეთ მამაკაცი, ქალბატონი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ
ქართულში არ აქვს ჩვენს სქესის მინიშნების საშუალება და ამიტომაც საკუთარ თავზე პირველ პირში რომ წერთ, იქვე სადღაც ფრთხილებში მიუთითეთ მამაკაცი თუ ქალბატონი. ბატონმა ზურაბმა აგერ დაამატა რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. იცით რა, სხვა შორის ასაკს უფრო უთითებენ ბატონ ზურაბ, ხომ აქცევთ ყურადღებას ვარ 45 წლის, არ ვარ 17 წლის, 28 წლის. ეს კარგია რომ ადამიანები ხვდებიან რომ მათ ასაკზეც არის რაღაცები დამოკიდებული. ონლაინში როდესაც მეკითხებიან ხოლმე, სხვათა შორის ასაკსაც უთითებენ ხშირად და უთითებენ სქესსაც. ხო, არა, წესით ასეც უნდა იყოს, აბა თქვენ როგორ მიხვდებით? სქესს უფრო უთითებენ ვიდრე ასაკს სხვათა შორის რა და აქ ცოტა მიკვირს აი SMS-ებში რატო ხდება ამის უგულებელყოფა, იმიტომ რომ ეს თქვენივე ინტერესებშია ძვირფასო რადიოს მსმენელებო რომ თქვენ ხო გინდათ არა მიიღოთ შედარებით შეძლების დაგვარად სრულყოფილი პასუხი და მოგვეცით საშუალება რომ მე მოგცეთ ესეთი პასუხი. როცა მეტი ინფორმაცია მაქვს. რაღა დაგიმალოთ და გეტყვით აგერ მოსულია უკვე 3 SMS-ი და იქნებ ვუპასუხოთ და შემდეგ უკვე თემას მივადგეთ. კი ბატონო. მოგესალმებით, ვარ 17 წლის ბიჭი, სექსი ჯერ არ მაქვს და ამიტომ მასტურბაციას ვეწევი და ხანდახან საწოლში წოლის დროს ფეხებს ქვეშ ამოდებულ საბანზე მიწევს ხოლმე სპერმის დამთხება. ეს ნორმალურიაო ბატონ ზურაბო? ნუ მაგ ასაკში, თინეიჯერულ ასაკში ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ არ არის არაფერი საგანგაშო ამაში, ეს ბუნებრივია. მოზარდების ჰიპერსექსუალობის, ანუ მომატებული სექსუალობის პერიოდია ესა, მაგრამ თინეიჯერული ასაკი ამავე დროს ეს არის ასაკი მზადებისა პირველი სექსუალური გამოცდილების მისაღებად, განსაკუთრებით ბიჭებისათვის. ასე რომ ამას მნიშვნელობაა და ეხლა ბევრი კითხვები მოდის სხვათა შორის, მოდიან კიდევაც ჩემთან, უკვე დაიწყეს მოსვლა თინეიჯერებმა 18-19 წლის ახალგაზრდებმა ჩემთან, მაგალითად კონსულტაციაზე. ინფორმაციის მისაღებათაც და მოსამზადებლად იმისთვის რომ მიიღონ სექსუალური გამოცდილება პირველი. და ეს არის ძალიან კარგი. რო გეკითხება ეს ხმაწვილი, ესეც ძალიან კარგია. არაფერთ სულს ეს მასტურბაცია არ უზავს, მაგრამ ახლა მასტურბაციაზე გადაყოლაც არ ივარგებს. მე ურჩევ აქტიურად, ასე ვთქვათ, იმუშაოს იმაზე რომ მოიპოვოს პარტნიორი. რა თქმა უნდა და გაიხედოს რა გვერდზე რა. საერთოდ მასტურბაციით გატაცება უფრო ასე ვთქვათ ჩვეული არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს რაღაც კომუნიკაციური პრობლემები რა. ბატონ ზურაბ, ხომ არ გეჩვენებათ რომ 21 საუკუნის ახალგაზრდებს აქვთ ეს პრობლემა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში იგივე ვირტუალური ურთიერთობები, Skype-ი და ასე შემდეგ. ვირტუალური ეს ხო კომფორტიც არის დაფნა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არანაირი, ახლა მე პასუხისმგებლობა არის. ამას წინათ ძალიან საინტერესო ერთ-ერთ პაციენტთან ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო რა. ესე იგი გატაცებული იყო ხმაწვილი პარტნიორი, ამ გოგონას პარტნიორი, საქმრო ვთქვათ ესე, პორნოგრაფიით. და სოციალიზმ მოვიდა მე მიღებაზე ეს ბიჭი. არ ელოდით ხო? არა, ველოდი, იმიტომ რომ უცხოელი იყო და უცხოელები სოციალიზმის ამ დროს ქალის რეკომენდაციას და ქალმა შეამჩნია ესეთ სოციალიზმის დიდი მნიშვნელობა აქვს, აი თვითონ ერექციული დისფუნქციაზე როგორ ლაპარაკი დიაგნოსტიკაზე, ადრეულ დიაგნოსტიკა, აი ქალმა უნდა შეამჩნიოს ყველაფერი. ქალი ყველაზე კარგი დიაგნოსტია ამ დროს. და შეამჩნია ამ გოგონამ რომ მისი საქმრო, მისი პარტნიორი უჩვეულოდ არის გატაცებული პორნოგრაფიით. ეს პარაფილის ნაისახეობაა ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. არაერთხელ ხო და გვეკითხებიან ხშირად სხვა შორის რა და მოვიდა ძალიან პატიოსნად ყველაფერი გავსინჯე ძალიან კარგად სურათი წარმომიდგა ძალიან საინტერესო და სხვა შორის აი კითხვაზე პატიოსნად მიპასუხა აი რა არის ამ დროს აი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი რა უფრო კომფორტულია შენთვის მეთქი სექსი ლაივში თუ ეს ვირტუალური და ხანდახან ვირტუალურია პატიოსნად აღიარა და ეხლა ეს ბუნებრივია, რატომ არის იცით ბუნებრივი? ქალი ხო ადამიანია რა. თან განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული ტემპერამენტით, განსხვავებული თუნდაც ამ შემთხვევაში ეს უცხოელია ბიჭი, გოგონა ქართველია და განსხვავებული ასე ვთქვათ კულტურული ფასეულობებით ხო? მენტალობით და ბოლოს ახლა ტემპერამენტი ვახსენე და ხანდახან ახლა მასაუწევს ან ერთი ან მეორე რაღაცა და ვირტუალური არასოდეს არ შეგეცინოს პრობლემა შეცინა რასაც უნდა გაუკეთოს და შემდეგ გამიგეთ ეს გასაბერი თოჯინების არ იყოს რა და ზოგჯერ ესეთ ხმაწვილებს აი რომელიც მაგალითად უჩივის ქალის ხასიათს აი
მე მიყვარს ჩემი შეყვარებული საცოლე, მაგრამ აი რაღაცა მისი ხასიათის ნაწილი მიყვარს და ხასიათის ნაწილი ნახევარი მიყვარს და ნახევარი არ მიყვარს, ხო? იცი რას ვეთქვი მაგისთან აკმატრილს? წავიდეს პიპშოპში ინტერნეტიდან გამოიწეროს გასაბერი ქალი და ის 100%-ით, ესე იგი, მისთვის იქნება მისაღები. ხალი უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის. თავისი პლუსები, თავისი მინუსები. ფესვები აქვს ახლა. შეიძლება იმ ბიჭსაც ძალიანაც მოსწონდეს ყველაფერი და უამრავ რაღაცაზე თვალს დახუჭავს, თუ არა დედა, რომელიც აუცილებლად მიუთითებს მის ვარს, მისი შეყვარებული გოგონას ნაკლოვანებებზე. დედაც წოდავს, რა თქმა უნდა. ხო, მამაკაცებს ძირითადად ხალი როცა უყვართ და მით უფრო ყველაფერი უყვარს ქალის. ურთიერთობა აქვს ქალის. ქალის ნაკლიც გიყვარს. აი ეს ნაკლი რაც აგრაკ ის გიყვარს. დედა, რომელიც მუდმივად ზუზუნებს ყურში, რომ რას გავს. ანეკდოტი არის იცით. უამრავი ვიცი რომ ეს ხო ხიტია, ყველა დროის ხიტია ეს ანეკდოტი, არის იცით? ვის ვინ უყვარს? არის იცით? ფრანკს უყვარს საყვარელი. ამერიკელს უყვარს ცოლი. ქართველს ვინ უყვარს? დედა. ხო ვიცით ახლა ეს რა, ეს ცნობილია კარგად რა და ამიტომაც რა თქმა უნდა ესეც გარკვეულ როლს თამაშობს რა და აი მე მგონი უპასუხეთ რა, საინტერესო პასაჟები გამოგვივიდა. საღამო მშვიდობის შემდეგი რადიო მსმენელი გვწერს უკაცრავად და პრეზერვატივმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ერექციაო? ნაადრევი ეიაკულაცია. ანუ მალე დამთხევა სპერმის. სქესობრივი აქტის მალე შეწყვეტა. დასრულება. უნდა განმარტოთ ხშირად დაფტარა, მე მგონი სწორია რა ეს ყველაფერი, იმიტომ ვიღაცა პირველად ჩაერთო, ხო, მათაც ხო უნდა პატივი ეცეთ, არა, ჩვენ ფანებზე არაფერს ვამბობ, ისინი უკვე მე მგონი მალე სექსოლოგები გახდებიან. ფლობენ, არა, თქვენ სამეცნიერო ენას ფლობენ უკვე. სხვა შორის მათ ტრეინერებს უძახიან დასავლეთში. ტრეინერები, sex trainers. ეხლა ჩვენ და სხვანაირად გაიგებენ მაგას რა და შეიძლება პრობლემები შეექმნათ. მაგრამ ესე იგი რა თქმა უნდა არა. პირიქით პრეზერვატივის ხმარება სპერმის დამთხევის დროს ამოკლებს, აგრძელებს. უფრო გვიან აქვს ხოლმე სპერმის დამთხევა მამაკაცს თუ ის სარგებლობს პრეზერვატივით. ძალიან საინტერესოა. ეს ადვილი ასახსნელია, იმიტომ რომ პრეზერვატივი, რომელიც ფარავს ასოს თავს და ასოს მგრძნობიარე ნაწილებს, შესაბამისად, ესე იგი გრძნობელობის იწვევს შემცირებას და ამის გამო, რა თქმა უნდა, ეიაკულაცია, ანუ სპერმის დამთხევა შედარებით გვიან ხდება. ამიტომაც იმ მამაკაცებს, რომელსაც აქვს ნაადრევი ეიაკულაცია, რა გარკვეულწილად შეიძლება კომფორტულიც იყოს მათთვის პრეზერვატივის ხმარება. ეს პრაქტიკა. ბატონო ზურაბ, ჩვენ აგერ რადიო მსმენელმა მოგწერა, როგორ შანს ქართველი გვისმენს იტალიაში და მოგწერა სხვათა შორის იტალიაშიც ასე ამბობენ, რომ იტალიელსაც დედა უყვარსო, არა მხოლოდ ქართველს. გავართ ჩვენ ერთმანეთს, ხმელთაშუა ზღვის კულტურაა რა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბერძენსაც დედა უყვარს? აბარე. მართლა? აბარე. მე მგონი რომ ბერძენს ზოგადად სექსი უყვარს, რაც მე საბერძნეთზე მაქვს მოსმენილი ისტორიები, მე მგონი იქ რაღაც გავშებული სექსი აქვს. ყველას უყვარს, არა მგონია რომ რაღაც დიდი სხვაობა იყოს იქეთ და აქეთ, მაგრამ აი თუ მაგალითად აი კულტუროლოგიურ ნაციონალურ ასპექტში, ესე იგი ეროვნულ ასპექტში, კულტუროლოგიურ სხვაობაზე თუ ლაპარაკობთ, არა? აი ყველაზე უფრო ეხერხებათ რაღაცნაირად, ეხერხებათ კი არა, უყვართ ქალებთან ფლირტი იტალიელებს. ყველაზე უფრო უყვართ და გამოსდით. გამოსდით? გამოსდით კი. გამოსდით. ბატონო ზურაბ, კიდევ ასეთ კითხვა. ფრანგებზეა ეს გავრცელებული, მაგრამ სწორი არ არის. გთხოვთ მიპასუხოთ, რას ნიშნავს ინტიმური ლაზერული გაახალგაზრდავება? ესეთი პროცედურა ყოფილა და რეკლამაში მოვისმინა. წარმოდგენა არ მაქვს რა. ესე იგი, იცით რა. სოკრატე არა ვარ, მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მე საერთოდ არ ამცხვენია რაღაცა, როცა არ ვიცი, ვამბობ არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. 25 წლის მამაკაცი გვწერს, როგორი სტილით, ხერხით, ფორმით უნდა დაამყაროს კავშირი ტყვილმა, რომ მაქსიმალურად ისიამოვნოს ორივემო და სად და როგორ უნდა მივეფეროთ ქალსო? ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, როგორც ინდივიდუალური და ძალიან ცვალებადია ეროგენული ზონები. ესე იგი, ჩვენმა მსმენელმა უკვე იცის რა ეროგენული, ვინც არ იცის აუხსნით. ის მგრძნობიარე ადგილები, სადაც ქალი განსაკუთრებით
ესე იგი ღებულობს სიამოვნებას მამაკაცის მოფერების დროს. ეს იქნება ხელით მოფერება თუ კოცნა თუ ასე შემდეგ. ეს ბევრი ადგილებია ძალიან. ვისაც ძალიან უნდა რომ ამაში უფრო ღრმად გაერკვეს, ურჩევ ისევ და ისევ ჩემი წიგნის შეძენას, იქ ყველაფერი ეს წერია. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ გაფართოვდა მაღაზიების ქსელი, სადაც ჩემი წიგნის შეძენა შეიძლება თბილისში. უკვე ვაკეშიც შეიძლება ჩემი წიგნის შეძენა. ხო და ასე რომ აი ეს ეროგენული ზონები უნდა იპოვოს მამაკაცმა, იცით, აი მამაკაცი ეს სექსში მკვლევარია. საინტერესოა, მკვლევარსაც თავისი აზარტი აქვს სხვათა შორის რა. აი სამეცნიერო კვლევაში აზარტი როცა უვითარდება ადამიანს რა. აი ეს არის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. სერიოზული საწინდარი. და ალბათ სექსშიც ეს არის რა. იპოვოს უნდა. ეძიე და პოვეო რა, ხო ნათქვამი. შეიძლება თუ არა მამაკაცმა 7 თვე სექსის გარეშე ეცხოვროს, რო გვეკითხებია. არ არის სასურველი. დასრული მამაკაცი, მით უმეტეს ისეთი მამაკაცი, რომელიც უკვე თინეიჯერულ ასაკს გადაცილებულია მნიშვნელოვნად არა და რაც უფრო მნიშვნელოვნადაა გადაცილებული, მით უფრო ცუდი არის წყვეტა. 7 თვე ცოტა არ არის. კატასტროფაც არ არის, მაგრამ არ არის სასურველი. რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ცოლ-ქმარს, რომელიც ყოველთვის თავს იცავს ცხოვრების დროს? რა თქმა უნდა, არასასურველ ორსულობის თავიდან ასოცირებლად. არაფერი პრობლემა მათ არ ემუქრებათ, უბრალოდ რა არის, უნდა კვალიფიცირებულად, უნდა მიიღონ კვალიფიცირებული კონსულტაცია, შესაფერისი კონტრაცეპტიული. ჩვენ არ ვიცით, საერთოდ კონტრაცეპტივზეა ლაპარაკი თუ არა. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზეა ლაპარაკი და უამრავი არსებობს მეთოდები სხვადასხვა, არის ჰორმონალური, ანუ ტაბლეტური კონტრაცეფცია ქალისთვის. არის ასე ვთქვათ პრეზერვატივით კონტრაცეფცია ეს მამაკაცისთვის არის. ხო შეიძლება ქალისთვის არის სქერალები. აქტის შეწყვეტასთან აი ეს არ არის კარგი. შეიძლება ამას გვეკითხება არ არის კარგი. არ არის იმ დროს, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ესეთი ფართო სპექტრი არსებობს დღეს. როდესაც ხელმისაწვდომია, იცით, ხა არ არის საჭირო სექსოლოგია ამისთვის დაფნა. ბატონო ზურაბ, მე თქვენ ეხა გეტყვით, მე ვარ აი ამ ქალაქში მაცხოვრებელი, თან ვარ ქალი, ხო? თან ვარ რეპროდუქციული ასაკის. ძალიან კარგად ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი მეგობრები, არა ჩემი მეგობრები, Facebook-ის გვერდზე ვარ გაწევრიანებული, დედების კლუბში, იმ კლუბში, ამ კლუბში. ძალიან კარგად ვიცი ქართველი ქალბატონების დამოკიდებულება კონტრაცეფციის მიმართ. ეს არის შიში, ერთი სიტყვით გეტყვით, ეს არის შიში. შენ დალევ ჰორმონს, აუცილებლად გასუქდები, ამოგივაც წვერები და რაც თავარია, დაგერღვევა ყველაფერი, ციკლი, მიკლი და რაც კი ყველაფერი შეიძლება დაგემართება ყველაფერი. არ უნდა დალიო. აი ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს და ხაზი გავუსვა. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ ბატონო ზურაბ, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქტის შეწყვეტით იცავს თავს. გეთახმებით, მაგრამ ახლა სანამ პასუხს გავცემ, მე მინდა ხაზი გავუსვა რა, რომ აი წერტილი დავუსვათ ამ საკითხს რა. კვალიფიცირული ექიმის რჩევით დანიშნული ჰორმონული კონტრაცეპტივი არათუ მავნეა, სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს უნდა ექიმმა დანიშნოს და არ უნდა ამას სექსოლოგი. ბევრი ექიმი ფლობს ამას საქართველოში. ოღონდ უნდა იყოს გინეკოლოგ ენდოკრინოლოგი, ჩემი აზრით, არა? ვინც არის გარკვეული ამ საკითხში და ბევრი არიან რა, რეპროდუქტოლოგები, არის რეპროდუქტოლოგიური კაბინეტები ყველა რაიონში საქართველოში. მოვისმინოთ, რას გვეკითხება ჩვენ რადიო მსმენელი საღამოშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო დაფნა, ბატონო ზურავი. გამარჯობა. ბატონო ზურავთან ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. ერეკლე ქვეყნიდანაა ვარ პირველად. მოგესალმებით. მე მინდა ბატონო ზურავს კითხვა ერთი. აი ეხლა ჩვენთან ქალების უმეტესობა 25 წელს რო გასწრება საშვილოსნოს იკვეთავს. და მე როგორც აი გრეიდერები ისე მუშაობენ მაინც და თუ საშვილოსნოს იკვეთავს და საკვერცხები რჩება მჯერა, მაგრამ კითხვა მაქვს ერთი, საკვერცხესაც იკვეთავს, ექიმი ვარ ისე მეცხოველეობის. დიდი მადლობა ზარისთვის. გააჩნია ახლა რა შემთხვევა არის რა. შესაძლებელია, როდესაც ონკოლოგიური დაავადების დროს იკვეთება საკვერცხესთან ერთად, ხშირად სხვა დაავადების დროს საკვერცხესთან ერთად იკვეთება, ხანდახან არა. მაგრამ ახლა უბრალოდ კითხვა ცოტა ეთქვა ვერ გავიგე.
მაინც მიზანი რა იყო კითხვის ვერ გავიგე. კი, კეთდება ესეთი ოპერაციები და ამ ოპერაციებში საშვილოსნოს ამოკვეთის დროს დარჩეს საკვერცხე. მე მივხვდი ასე. შეიძლება ეს დამოკიდებული არის ჩვენებაზე, ასე ვთქვათ, დიაგნოზზე და ასე შემდეგ. და მე ალბათ ესე გავიგე, რომ ამ ოპერაციის მერე შეიძლება თუ არა სექსია რა. შეიძლება, როგორ არა. შეიძლება. ასეთი კითხვა კიდე სქესობრივი აქტის შემდგომ ყურების დაგუბება და წუილი ყურებში რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს? იცით რა ალბათ არტერიული წნევის მომატების. ეს არის არა ავად ნამდვილად არ არის, არაფრის არ შეეშინდეს, უბრალოდ ეს არის ბუნებრივი მოვლენა. სქესობრივი აქტი ეს არის ძლიერი დატვირთვა ადამიანის ორგანიზმზე და ეს არის ფიზიკური დატვირთვა რა. ტრენინგია რა, როგორც ფეხბურთის თამაში, როგორც რაგბის თამაში, როგორც კალათბურთი რა. ფეხბურთს თამაშობს ადამიანი და კალათბურთს წნევა არტერიული არ იწევს, მაგრამ როგორ არ იწევს. ხო, უბრალოდ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ამჩნევს ხოლმე, ხო, სექსის შემდგომ უფრო ამჩნევს. ბუნებრივი არაფრის არ შეეშინდეს, არაფერი ამას არ ჭირდება, უბრალოდ ბატონო ზურაბ, კიდევ ასეთ კითხვას გვისვამს ჩვენი რადიო მსმენელი. ქართული სამზარეულოდან აფროდიზიაკად რომელი გამოდგება თქვენი აზრით? ძალიან ბევრი. მაგალითად? ძალიან ბევრი. ნიგოზი? ძირითადი კომპონენტი ქართული, ასე ვთქვათ, საკმაზებისა, ეს არის თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, ეს წიწაკა, ქონდარი და ასე შემდეგ. ესენიც აფროდიზიაკები არიან, ამზდებები არიან, მაგრამ ყველაზე კი როგორ არა. ყველაზე უფრო, მიხაგდარი ჩინი ქონდარი. უცხო სუნელიც კი, სხვათა შორის ქალისთვისაც რა და ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება და კარგი რეკომენდაცია ქალისთვის, ვისაც აქვს ანორგაზმია, ანუ ორგაზმს ვერ აღწევს რა. ეს არის ზუსტად აი ესეთი კარგად შეკმაზული, საერთოდ ექიმი პირიქით ეუბნება, ცხარე არ ჩაგვე, ეს არ ჩაგვე. და ჩვენ ვეუბნებით კი პირიქით მე რაც შეიძლება მეტი ჭამე. ჩვენ სექსოლოგებია. განსაკუთრებით ქალებს. მამაკაცებიც იგივე ოცელდება. მაგრამ ძირითადი ინგრედიენტი ჩვენი ასე ვთქვათ სამზარეულოსი ეს არის კაკლის ასე ვთქვათ კაკალი ხო? კაკლის ლებანი და მისგან დამზადებული ეს იქნება ბაჟი, იქნება თუ საცივი, იქნება თუ რაც მოამრავი რაღაცა ხო? ყველაფერი ამით იკმაზება და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ S. და ეს არის ბუნებრივი აფროდიზიაკი, ძალიან კარგი სასარგებლო სხვათვის, ისედაც უნიშნავ ხოლმე მე. როგორ ესე იგი თქვენ კიდე თქვათ რომ საცივს რომ მიირთმევს ადამიანი რაღაცა აუჩუჩუნდება იმას? რატომაც არა. მე მეჩვენება რომ არის ძალიან მძიმე საჭმელი და იმით. მძიმეა კი, მაგრამ ამ საქმეს უხდება. კიდევ ასეთი კითხვა, მამაკაცის სხეულის რომელიმე ნაწილის პარამეტრი თუ მიგვანიშნებს მისი ასოს სიგრძეზე? ასოს სიგრძეზე არა, მაგრამ სქესობრივ კონსტიტუციაზე კი. და სიძლიერეზე. დიახ. სქესობრივ კონსტიტუციის სიძლიერე ეს არის ის ესე ვთქვათ უნარი რაც ბუნებამ მისცა მამაკაცს. ეს არ ნიშნავს აუცილებლად რომ ის ამის რეალიზაციას გააკეთებს. მაგრამ არის რა უნარი რა, როგორც სიმაღლე კალათბურთელისთვის რა. ხშირად ესეთი მაგალითი მომიყვანე. გამხდარი მაღალი მამაკაცი სქესობრივად აქტიური არის, არ არის არის ესეთი პარამეტრი, რომელსაც ქვია ტროხანტერული ინდექსი. ეს არის ესე იგი მანძილი ბარძაყის როკიდან, მენჯის მიდამოში არის ეს აი ხა ანატომიაში ანატომია ექიმებსაც არ უყვას და ახლა რადიოს მენდებს შევაყვავთ. არა, მენჯიდან ქუსლამდე. მანძილი. მოკლე უნდა იყოს თუ გრძელი? მოკლე. სიმაღლესთან შედარებით რა, ესე იგი ფეხბურთელი გამოდის რა ყველაზე სექსუალური. ალბათ კი. ძირითადად მაგათ აქვს მოკლე და გვეჯული ფეხები. ცოტა გრძელი ფეხები აქვს მძლეოსნებს რა და ესე იგი ნეტყობა მძლეოსნებთან შედარებით ფეხბურთელები. ესე იგი კალათბურთელები არ ვარგანან ეგრე გამოდის. მაღალ ფეხება კაცები თუ არ გვივარგა? მოვეშვათ რა. მადლობა გეს. ძლიერს ფეხბურთელებიდან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები კარგად თამაშობენ და ეხლა მაგალითს ნერვები მოუშალოთ. არა, შვილებო, არ შეგეშინდეთ, მიმართავ ყველა ჩვენ კალათბურთელს, კაი ბიჭები ხართ თქვენ. ხო, სხვათა შორის ამას წინათ ტელევიზორი ჩავრთე რაღაცა უდროო დროს, იმ დროს არ ვთავ ხოლმე არასდროს და
ჩვენ ვეტერანთა ნაკრები იღებს მონაწილეობას თურმე მსოფლიო ლიგაში საკალათბურთო ხო? რატომაც არა, ჩვენმა გუნდმა 1961 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი აიღო. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და მახსოვს. მე მაშინ სულ არ ვიყავი, ასე რომ არ ვიცი. გენიალური ხალხი იყვნენ, ცოცხალია ბევრი არ ვიცი ხო. ზუსტად, მაგრამ ბევრი ალბათ არა. ბატონო ზურაბ და ამ საათის ბოლო შეკითხვა, იმიტომ რომ დრო წამოგვეწია უკვე და საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც აგერ არის ელოდება უკვე სტუდიაში შემოსვლას და ბოლო კითხვა ისევ აი კონსტიტუციასთან დაკავშირებით ალბათ ჩვენ გქონდა უკვე ამაზე საუბარი, მაგრამ კიდევ გვისვამენ კითხვას. ზუსტი პარამეტრია, ეცით ეს ისაზღვრება ზუსტად. აი ბანჯგლიანობა არის თუ არა თმიანობა. ნუ რა თქმა უნდა, თმიანობა როგორი ტიპის არის თმიანობა, ესე იგი თუ არის ესე იგი უფრო გამოხატული თმიანობა, ეს ნუ ყოველ შემთხვევაში ტესტოსტერონის პროდუქციას მიანიშნებს და იცით რა, ჩემი მასწავლებელი იყო ესეთი გაცხონებული ვასილჩენკო, გიორგი ვასილჩენკო და ის გვასწავლიდა ხოლმე მდგენელები აქვს, იცით, სექსუალურ ფუნქციას მდგენელები, ნეიროჰუმორალური მდგენელი, ერექციული მდგენელი, ფსიქოგენური მდგენელი. და ეს მდგენელები თითოეული განაპირობებს ამას. ნეიროჰუმორალური არის ესე იგი ჰორმონები როგორ მუშაობს რა, როგორ გამომუშავდება. თუ ადამიანი თმიანია, ესე იგი გამომუშავდება. ეს არ ნიშნავს რომ იმ მომენტში მუშაობს. ესე იგი ადრე მუშაობდა და შეიძლება რაღაცა გაფუჭდა რა. ამიტომ ეს არ არის ეს თლა ზუსტი ტესტი. ძალიან კარგი. ბატონო ზურაბ, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს და კითხვებზე პასუხს საინფორმაციოს შემდეგ და ჩვენ მსმენელებს უბრალოდ ვეტყვი რომ 91778 არის SMS ნომერი, რომელზედაც შეგიძლიათ ამ ხნის განმავლობაში აგზავნოთ SMS-ები. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამომშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, სამშაბათია და უსმენთ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი. მისი წამყვანები გახლავართ მე, დაფნა, როგორ არ მოგვწონს საკუთარი თავის წარდგენა, რომ იცოდეთ და ჩემი თანაწამყვანი. სახელი რა კარგი სახელი გაქვს? გადასარევი. საიდან მოხდა მაგ სახელის ასე ვთქვათ პოპულარიზაცია და პოპულარიზაცია გარდა ბერძნული მითოლოგიისა. აი ნაიცოდეს ჩვენმა რადიოსმა ჩვენი გადაცემა ხო მარტო სექსზე არ არის. არა, სექსზე და არა მხოლოდ. და არა მხოლოდ. და ხელოვნება მე მგონი ძალიან ახლოს დგას სექსთან და ძალიან ახლოს დგას ადამიანთან სიამოვნების მიღების თვალსაზრისით, იმიტომ რომ შედარებადია სექსთან. კარგი, ესე ვთქვათ, ხელოვნების ქმნილება შეიძლება ისეთივე სიამოვნების მიმნიჭებელი იყოს ადამიანისთვის და ნეტარებისა. და აი ზუსტად ესეთი იყო, მე არ მომისმენია სამწუხაროდ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩავიგდო ხელში ეს ქმნილება ხელოვნებისა, რომელსაც დაფნას სახელი ქვია. ეს არის სახელი მსოფლიოში პირველი ოპერისა. რომელიც შეიქმნა? ვავწდები 1600 პირველ წელს შეიქმნა ქალაქ ფლორენციაში, იტალიაში დაწერა ცნობილმა იმდროინდელმა კომპოზიტორმა ჯაკობო პერიმ და ამ ოპერას ერქვა დაფნა. მოკლედ ჩემი წარდგენაც მოხდა, ეხლა ჩემი ჯერია. თან როგორი. ესე იგი ჩემი თანაწამყვანი გახლავთ საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი სექსოლოგი, პროფესორი ბატონი ზურაბ მარშანია. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ. საღამომშვიდობის. ჩვენ და მე უпростоრეთ, მე დამავიწყდა მე თქვა რომ ალბათ არ არის სასურველი რომ 16 წლამდე მოზარდებმა უსმინონ ჩვენს გადაცემას, მაგრამ ჩვენ მოგვდის SMS-ები, სადაც ადამიანები თავიანთ ასაკს უთითებენ და ღვთისწყალობით 16-ზე დაბლა არც ერთი არ არის. არა, რომც მოусმინოს ჯაკობო პერის შესახებ გაიგებს და დაფნა ოპერა რა არის მასწავლე. ხო, არ ვიცი, ხა ალბათ რაღაცა ისეთიც შეიძლება მოისმინოს. მარტო სექსზე ხო ვლაპარაკობ? არა, მარტო სექსზე არა. აი ჩვენ მაგალითად ვაიმე დღეს ძალიან ბევრი SMS-ია, როგორ მოვასწრებთ ამას კითხვებს. რა გავაკეთოთ ჩვენ ვისაუბროთ ერექციულ დისფუნქციაზე თუ მივყვეთ დღეს კითხვებს? მივყვეთ კითხვებს, იმიტომ რომ მაინც მე მგონია ყველაფერი ჯობს ჩვენი რადიოსმენელის გაწმილებას რა, იმიტომ რომ ნუ იზავთ მაგას რა, იმიტომ გადავდოთ მომავალი გადაცემისთვის და დღეს ვერ მოვასწარით საუბარი. გამარჯობათ, ესეთი SMS-ი არის, ვარ 18 წლის, რატომღაც მგონია რომ ცოტა სპერმას ვანთხევ და მაინტერესებს რა რაოდენობის სპერმას უნდა ვანთხევდე ამ ასაკში.
კი ბატონო, 2-დან 5 მილilitrამდე ეს არის სპერმის მოცულობა, სპერმის, ასე ვთქვათ, მოცულობა ერთ ულუფაში, ეს არის 2 მილilitrიდან 5 მილilitrამდე. ძალიან კარგები ხართ, დიდი მადლობა შექებისთვის. ახლა შეკითხვა, ვარ გასათხოვარი. რა ვქნა ვიკმაყოფილებ კლიტორს გაღიზიანებით. გათხოვების შემდეგ სექსუალური აქტის დროს ჩვეულებრივ ორგაზმს მივახცევო თუ ვერაო, თუ ამის განსაზღვრა ძნელია. მიაღწევ და ცუდი არ არის, სხვათა შორის, ესე იგი, ძალიან გავრცელებულია სხვადასხვა მეთოდიკები არსებობს, ესე იგი, ანორგაზმის მკურნალობისა, სხვადასხვა მეთოდიკებიც არსებობს. ერთ-ერთი მეთოდიკა არის მასტურბაციული ტრენინგი. ეს ისე რა, ერთ-ერთი მეთოდიკა. თორე ახლა ანორგაზმის მკურნალობა საკმაოდ ძნელია. პირიქით ეს ამ შემთხვევაში თუ ორგაზმს აღწევს, ასე ვთქვათ, მასტურბაციის გზით, ეს ნიშნავს, რომ ექსტრაკოიტალური ორგაზმები გარანტირებულად ექნება. ანუ ორგაზმი, რომელიც მიღწეული არის, ასე ვთქვათ, სექსის დროს, აი ქმარი რომ მოეფერება, ადვილად მიაღწევს ორგაზმს. სექსის დროს, მაგრამ არა ასოს საშუში შეყვანის დროს. ის შეიძლება არ იყოს, მაგრამ აი ესეთი ორგაზმი, რომელიც მაგალითად ხელით მიიღწევა აი ქმარის მოფერების შედეგად, ეს არის ნაბიჯი სრულფასოვანი ორგაზმისკენ. ასე რომ ეს პროგნოსტული თვალსაზრისით, პროგნოზის თვალსაზრისით, ცუდი არ არის. აი 20 წლის ბიჭი გვწერს და იმედია გვისმენს, იმიტომ რომ ზოგჯერ გვწერენ ხოლმე კითხვებს და მე პასუხებს აღარ უსმენენ და მე 1000 ჯერ გვწერენ ხოლმე. ინტერნეტში შემთხვევით ვნახე კადრები, სადაც ნაჩვენებია გოგონების ონანიზმი და მას შემდეგ არა და მის ყურებაში ორგაზმი განვიცადეო. მას მე სიგიჟემდე სიამოვნებს გოგონების ონანიზმის ყურება, პორნოებს აღარ ვუყურებ მას შემდეგ, მითხარით რაიმე გადახრასთან ხომ არ მაქვს? არ არის ეს გადახრა, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, მამაკაც ძალიან აღაგზნებს ასე ვთქვათ, ლესბიური სცენების ყურება. ეს არის ბუნებრივი. არაფერი არაბუნებრივი და არაფერი, ასე ვთქვათ, გადახრის, ასე ვთქვათ, მანიშნებელი ამაში არ არის. მაგრამ არ უნდა მოხდეს ყველაფერი ამის ჩანაცვლება, აი ვირტუალური სექსის ჩანაცვლება, ბუნებრივი სექსისა, ვირტუალური, აი ეს უკვე არის პარაფილია, ანუ გადახრა. პარაფილია და გადახრა ეს ერთ და იგივეა. გამარჯობათ, ვარ 27 წლის ბიჭი, დღეს პირველად გისმენთო, სექსი ხშირად არ მაქვს, მაგრამ ხშირად სპერმა თავისით მდის და რატომ? ამას ქვია პოლიუცია, ანუ ასე ვთქვათ, სპერმის გადმონთხევა ძილში აგზნების დროს. ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანს არ აქვს რეგულარული სექსი. ხო, შემდეგ კითხვა სწორედ ამაზეა, ძილში მომდის ხოლმე. ბატონო, აი ამ პოლიუციების, ანუ ძილში სპერმის დანთხევის თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება არის რეგულარული სექსი. აღარ იქნება მერე. გამარჯობათ, ვარ 35 წლის მამაკაცი, სექსის დროს 100 რამდენჯერმე დამეჩუტა, რისი ბრალია საშიში ხომ არ არის? იცით რა? რა საინტერესო ზმნა მოიგონეს მამაკაცებმა დაჩუტვა. ნუ ჯობია ახლა ვიდრე ვთქვათ გაბრეზული გამოთქმა. იცით რა, საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ეს, ჯობია რომ არ ხდებოდეს. ახლა თუ ეს ეპიზოდურია, არაფერი საგანგაშო ამაში არ არის, მაგრამ თუ ეს მეტნაკლებად რეგულარულ ხასიათს იძენს, მაშინ ალბათ ჯობია რომ მივხედოთ. საერთოდ რაც ადრე მივხედავთ პირველ ნიშნებს, აი, მაინც თემაზე მოვიდა რა. მოვიდა, ერექციულ დისფუნქციას მივადექით მაინც. ეს ხო არის მედიცინის ნაწილია, სამედიცინო სექსოლოგია, ხო მართალია და შესაბამისად მედიცინის რო იტყვიან აქსიომა არის ეს, რომ ადრეული, ასე ვთქვათ, გამოვლენა და მკურნალობის ადრეული დაწყება ძალიან კარგია, ასე ვთქვათ, პროგნოზული თვალსაზრისით. მკურნალობა უფრო შედეგიანია და უფრო მალე იკურნება ადამიანი. ამიტომ რაც მალე იქნება, ასე ვთქვათ, რაც მალე მიხედავს ჯობია. მიხედავს თავის პრობლემას. მოგესალმებით, ვარ 15 წლის გოგონა, სექსი მქონდა პირველად და ჩემს მეგობარს 100 ქონდა საკმაოდ დიდი. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე მაწუხებს ტკივილი, რისი ბრალია ნაადრევმა სექსმა იცისო თუ დიდმა პენისმა? უფრო მაინც დიდმა პენისმა. მან არ არის გამორიცხული, რომ მან რამდენიმე ვარიანტი შეიძლება, ეხლა უბრალოდ მარჩიელობა გამოგდეს რა, მეურჩევ მაგ გოგონას აუცილებლად მიმართოს გინეკოლოგს. შეიძლება ლორწოვანი დაზიანდა, პატარა რაღაც ტრავმაც იყო,
ეს ხშირია განსაკუთრებით დიდი ზომის ასოს დროს. გარდა მაგისა, შესაძლებელია კიდე თუ რაღაცა დრო გავიდა და იმის მერე დაიწყო ეს ტკივილები და რაღაცა და თან გამონადენიც აქვს, სიცითლეც აქვს და შეიძლება იყოს ანთებითი პროცესი. არაფერი საშიში არ არის, მისახედია გინეკოლოგი კვალიფიცირებული, მეტი არაფერი. სექსის დროს ცოლი არ განიცდის ორგაზმს, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? ამას ქვია ანორგაზმია, რა არის ანორგაზმია? ანორგაზმია ეს არის ქალის მიერ ორგაზმის, სიამოვნების, სქესობრივი აქტისაგან მიღწევის ან შეუძლებლობა, ან მყარი და ხშირი გაძნელება. მყარი. ეგ თითქმის ყოველთვის ძნელად აღწევს. ეს არის ხშირად ხდება. ეს არის ანორგაზმი. მისახედია ეგეც. რა თქმა უნდა, ექიმ სექსოლოგთან კურნალობა არის აუცილებელი. და ისიც დავამატოთ, რომ განკურნებადია. რა თქმა უნდა, განკურნებადია. განკურნებადია, ესე იგი, უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია. ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ეს ვირტუალური სექსიო ინტერნეტშიც და ტელეფონზეც შინაბერები აქტიურობენ ძალიანო მოგწერა აგერ ადამიანმა ესეთი SMS. რას მირჩევდით შუახნის მამაკაცო? რას ურჩევდით? რასთან მიმართებაში? არაფერთან რაღაცა უნდა ურჩიოთ. რა უნდა ურჩიო? მე შემიძლია მხოლოდ უსურვო. უსურვო, ბედნიერება, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა. რეგულარული სექსი მიუხედავად იმისა, რომ შუახნის არის. მაინტერესებს ორალური სექსის დროს ქალი რა სიამოვნებას განიცდის და რა სიამოვნებას იღებს და განიცდის თუ არა ორგაზმს. შესაძლებელია განიცადოს ორგაზმი ქალმა, არა მარტო ორალური ექსტრემალური აღზრდება. ესე იგი, აქ საინტერესო მომენტია, ახლა ჩვენ თავის დროზე ვილაპარაკეთ ორგაზმზე, ქონდა ლაპარაკი, ორგაზმის მექანიზმები ცოტა განსხვავებულია მამაკაცებში და ქალებში, ცოტა კი არა კარგად განსხვავებულია. და შესაბამისად ორგაზმის მიღწევის, ასე ვთქვათ, მექანიზმის თვალსაზრისით, არა, ქალისთვის ყველაზე მთავარი არის ზუსტად ფსიქოლოგიური ემოციები, ესე იგი, აგზნება, ძლიერი აგზნება არის მთავარი. ესე იგი, ფიზიკური ფაქტორები შედარებით ნაკლები მნიშვნელობის არის, ვიდრე ფაქტორები ფსიქიკური. და ამიტომაც საერთოდ ორალური სექსის გარეშეც ქალმა შეიძლება თავის წარმოდგენაში მიაღწიოს ორგაზმს. როცა მამაკაცის შემთხვევაში ეს ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ხდება. იგივე პოლიცია ვახსენეთ ჩვენ. ქალის შემთხვევაში ეს უფრო ტიპიურია და შესაბამისად, ესე იგი, ორგაზმის მექანიზმი ორალური სექსის დროს მდგომარეობს იმაში, რომ ქალი არის ძლიერად, ესე იგი, ძლიერ აგზნებული. საყვარელ ადამიანთან ატარებს ამას, ხო, ეს ყველაფერი, ხო და შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, არც თუ ისე იშვიათია სხვა შორის რა, აღწევენ ორგაზმს. კარგი სექსისთვის საკვებს აქვს თუ არა მნიშვნელობა უგვეკითხებიან და რა საკვებია მიზანშეწონილი? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამაზე ჩვენ მეგონი დღევანდელ გადაცემაში უკვე გქონდა საუბარი. ხო, აფროდიზიაკებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მე მგონი ქართული სამზარეულო საკმაოდ მდიდარია, მაგრამ მოდით ზოგადად ახლა ხშირად მეკითხებიან, ძალიან ტიპიური კითხვაა და მოდი ზოგადად ესე იგი ძალიან მოკლედ ვეცდები, მაგრამ ჩაკაფული კარგად მოქმედებს? ბატკნის თუა უკეთესია ვიდრე ცხურის. მე როგორ ვარ შაციკლული ჩაკაფულზე თქვენ მატყობთ, ხო თუ ვერ მატყობ? პიკანტურია რა. საერთოდ ნებისმიერი პიკანტური და კარგად შექმაზული საკვები ეს არის აფროდიზიაკი რა და ეს აძლიერებს სექსუალურ ტოლობას და სექსუალურ. ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 24 საათი ადამიანმა ხინკალი უნდა ჭამოს. ხილებ ქვეშ ხინკლის სუნი უნდა ქონდეს, აბოყინებდეს უკაცრავად მერე ზედ დაყოლებულ ბორჯომს ან ლიმონადს და იყოს 900 კილო და ეგონოს რომ არის ძალიან სექსუალური. საფრთხის შემცველია, ეცეთა რომ ვახსენეთ ჩვენ ჩაკაფული ხინკალი ძალიან მეყვარს ერთი და მეორე, გიждები ორივეზე, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს არის ძალიან ცხიმიანი საკვები. ძალიან ცხიმიანი საკვები მოგეხსენებათ. არა მარტო ცხიმოვანი ცვლის დარღვევას იწვევს, შეიძლება ათეროსკლეროზის მიზეზის გახდეს და ეს მე სერიოზულ პრობლემებს იწვევს მამაკაცებში ერექციასთან დაკავშირებით რა, მეტაბოლურ სინდრომს და 1000 რაღაცას. ეხლა საქმე რაშია? პიკანტური საკვები. ნელსაცხებლებით, ასე ვთქვათ, შეკმაზული. ეს არის ამგზნები, აფროდიზიაკი. ძალიან კარგი აფროდიზიაკი არის სხვათა შორის თეთრი ხახვი, ყველა სახით. თეთრი სახახვი. არა წითელი.
ნუ წითელი ცუდი არ არის, მაგრამ თეთრი ხახვია ცნობილი, ალიუმ სატივუმ არის ლათინური მისი სახელი და ეს მოხრაკულიც კარგია, ისე ნატურალურიც კარგია ყველაფერი. ძალიან კარგი ეფროდიზიაკი არის სხვათა შორის ნიგოზი. ნუ ამაზე უკვე ვთქვი. ამაზე ვქონდა ჩვენ საუბარი, შეიცავს ვიტამინ S. ნუ ასე არის მიღებული, რომ მაგალითად აი ზღვის პროდუქტები, რომლითაც ესე მდიდარი არის ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო, ძალიან კარგად მოქმედებს სექსზე. ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით აი ესეთი პროდუქტები, როგორიც არის აი მაგალითად კალმარები, მიდიები და ასე. მიდიები, ომარები, ოკეანის და ზღვის თევზი. რვაფეხა. რვაფეხაც კი, მაგრამ ოკეანის და ზღვის თევზი, აი თეთრ თევზს რო უძახიან. შედარებით ნაკლებად ცხიმიანია და კარგი. ეს ითვლება აფროდიზიაკად. ძვირფას რადიო მსმენელებო, მოკლე საინფორმაციო გამოშვების დრო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გემშვიდობებით 2 წუთში კვლავ დაუბრუნდებით, თქვენს კითხვებზე ვპასუხობთ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. დაუბრუნდით ეთერში, ვპასუხობ თქვენს კითხვებს და ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ თქვენს კითხვებზე უკვე გავეცით პასუხები და თქვენ მაინც გწერთ დაჟინებით, რომ გვიპასუხეთ. გამოგრჩათ ეთყობა. მქონდა სექსი, გწერს ერთი რადიო მსმენელი და ორგაზმის მომენტში ბზიკმა მიგბინა. მას მერე ვეღარ ვახერხებ ვერაფერს და რისი ბრალია? ალბათ ბზიკის ბრალია ყველაფერი და ალბათ სექსის დროს უნდა მოარიდოს სადღაც ტკბილი რაღაცების დაწყობა გარშემო რაღაც, იმიტომ რომ ბზიკები და ფუტკრები ეტანებიან ხოლმე. გამარჯობათ, მაინტერესებს თვიურამდე მკერდში ტკივილი კარგია თუ არა, ვარ 17 წლის გოგო. აბსოლუტურად ნორმალურია. კარგი არ არის, არც ცუდი არ არის, არის ნორმალური. და მე მგონი ეს დედამისი უნდა ეთქვა მისთვის და არა ჩვენ. უნდა შეეგუოს ყველას და პირველ რიგში მამაკაცი უნდა შეეგუოს, რომ მენსტრუალური ციკლის დროს ქალის ფსიქიკაც ლაბილურია. მე მახსოვს შევეკითხეთ ჩვენ მასწავლებელს, რომ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ვერაფრით ვერ აიცილებ, უნდა შეეგუო რა. ორსულ ქალს რომელ თვემდე შეუძლია კონდეს სექსი? ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციაზე და ორსულობის კონკრეტულად ასე ვთქვათ, მიმდინარეობაზე და მართვაზე, რომელიც არის ამ ქალისთვის. და რა თქმა უნდა, ეს უნდა გადაწყვიტოს გინეკოლოგმა. და ისე პრინციპში საკმაოდ დიდი ორსულობის დროს არის შესაძლებელი სქესობრივი აქტის ჩატარება, თუ დამზუგებელ პოზაში, მაგალითად, გვერდულად შეიძლება და სავსებით მისაღები. წინა გადაცემაში ამ კითხვაზე ვერ მოვასწარით პასუხის გაცემა, მაქვს თეთრი გამონადენი, თან ახლავს სუნი, რაც მაწუხებსო და არის თუ არ არის ნორმალური, გთხოვთ მიპასუხოთ, ვარ 17 წლის გოგო. ნუ არ არის ნორმალური ახლა რასაც ყვება ეს გოგონა, უნდა მიმართოს ექიმს, გინეკოლოგს, გაკეთდება საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია და ნუ ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ერთ-ერთი კიდევ მითოლოგიური შეკითხვა, ეს დაახლოებით დიდ პენისებზე ხო ვართ უკვე შეჩვეულები კითხვებს და ეხლა დიდ მკერდიან ქალბატონებს სექსის მოთხოვნა უფრო მეტი აქვს თუ ვიდრე პატარა მკერდიან ქალბატონებსა? არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც პენისის სიგრძეს არ აქვს. ნუ იცით რა, ეხლა ადამიანები საზღვროვენ, მე მგონი ამ ცხოვრებას პორნოგრაფიით. იგივე ორალური სექსის დროს ქალის ორგაზმი, ნუ რაღაცა მივდივარ, იცით, იქამდე რომ ეთყობა იმას უყურებენ და მე აინტერესებს ცხოვრებაში ასეათ ვერ. არა, კარგია რომ საერთოდ უჩნდებათ ეს კითხვები, რომ ისეა როგორც პორნოში თუ არა. რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ პორნო რა არის, იცით, პორნო არის ნუ მიმართულება ესეთი კომერციული კინემატოგრაფისა, რომელსაც აქვს კონკრეტული დანიშნულება. ახლა პორნო ის კი არ არის, მართლა ასაკძალი და ის კი არ არის, მას სამკურნალო მნიშვნელობაც აქვს სხვათა შორის. აგზნებადობის, მამაკაცის აგზნებადობის, მომატების, ქალებთან მიმართებაში პორნოს ნამდვილად არანაირი დატვირთვა არ გააჩნია. ეს შემიძლია ვთქვა. ძალიან საინტერესო კითხვაა, ბატონო ზურაბ, ენდოგამიის მიზეზი რა არისო? სექსუალური პრობლემები ხომ არ არის მიზეზი? ენდოგამია თვითონ სოციალური მოვლენაა, მოდი განმარტოთ, ენდოგამია ეს არის, ესე იგი, ცოლქმრული კავშირის, ანუ ქორწინება სოციალურად არათანაბარ ჯგუფებს? არა, სოციალურად
დახურულ ჯგუფში, აი მაგალითად ერთი ტომის ფარგლებში, როდესაც ქორწინება ხდებოდა ხოლმე, ესე იგი ერთგვაროვან ჯგუფში. აი ეს არის ენდოგამია. ეგზოგამია არის, როდესაც ასე ვთქვათ, აი ამ დახურულ ჯგუფს გასცდება ხოლმე და ენდოგამიის მიზეზი რა არის? მიზეზი ყოველთვის სოციალურია რა ამ შემთხვევაში. ბატონო, აი ვაკელებთან ქორწინება რო უნდათ, ეს ენდოგამია. გარკვეულწილად კი, მაგრამ ეს მოდით ეხლა რომც აი პირველყოფილი თემური წყობილებაც რო განვიხილოთ, ეხლა კაცობრიობა სხვათა შორის ადამიანმა, როგორც ტიპმა, homo sapiensმა თავის კონკურენტებს რატომ მოუგო, იცით? ძალიან სერიოზული კვლევა იყო ჩატარებული, რომელსაც მე გავეცანი სხვათა შორის პირველად ტელევიზიაში ვნახე, მერე წავიკითხე კიდევაც ცოტა. აი homo sapiensმა ტიპმა იყო კიდე homo erectusიც იყო, სხვა ტიპებიც იყო, იცით? ნეანდერტალელი იყო ბოლოს და ბოლოს, ხო? აი კრომანიონელმა ადამიანმა რა ვთქვათ ესე homo sapiens ეს ხო არის ადამიანი კრომანიონელი ადამიანი ხო კრომანიონში აღმოაჩინეს და იქიდან არის და ესე იგი ამ ადამიანმა ამ ტიპმა იმიტომ გაიმარჯვა იმიტომ კი არა რომ ძლიერი იყო homo erectus-ი უფრო ძლიერი იყო უფრო მაღალი იყო ფიზიკურად უფრო კაი მეომარიც იქნებოდა ფიზიკურად თუ ნეანდერტალელიც უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად მაგრამ მან გაიმარჯვა იმიტომ რომ სოციალური კავშირები ჰქონდა ერთმანეთთან სოციალური კავშირები და სხვათა შორის სოციალური კავშირების გაფართოების ასევე როგორც გენეტიკური ტიპის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება არის ენდოგამია კი არა ეგზოგამია და ეს ყოველთვის იყო პოპულარული წინა საუკუნეებშიც ისტორიის წინა პერიოდშიც და რაღაცა იმიტომ რომ აი ტიპიური მაგალითი დაამარცხებდნენ რომელიღაც სხვა ტომს და იქიდან ტყვეთ აყავდათ ქალები და ცოლად მოყავდა ქალების დეფიციტი ყოველთვის იყო ეხლა პირიქით არ. ეხლა არ ვიცი რა. არა, ეხლა პირიქით არ. ძალიან ცუდია რაც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ესე იგი, ამ შემთხვევაში, მიზეზი სოციალურია, რაღაცა სოციალურია, რასაც პოზიტივურს ჩვენ ვერ დავარქმევ, პირადად მე. არის ესეთი კითხვა. რა უნდა იცოდეს ქალმა, რომ მამაკაცი მოხიბლოს? რა ხიბლავს მამაკაც ქალში ყველაზე მეტად? მამაკაც ქალში ხიბლავს თქვენ ახლა თქვენით განსაზღვროთ მხოლოდ უნივერსალურია რა უნივერსალურია უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა სტანდარტული ასე ვთქვათ კომპლექტი რაც არის გარეგნობა პირველი ეს არის გარეგნობა და გარეგნობიდან თან ერთად რა თქმა უნდა მისი ადამიანური თვისებებიც და აი ადამიანური თვისებები უკვე ხშირად ასე ვთქვათ გარეგნობას მოდით ახლა ცოტა სლენგს ვიტყვი რა და უჯოკრავს რა კერძოდ რა იცით აი მამაკაც ყველაზე უფრო ხიბლავს და ყველაზე უფრო იზიდავს ქალის უნარი შეუქმნას მას სულიერი კომფორტი ახლა კომფორტი ზოგიერთს რა გონია იცი რომ აი კაი საჭმევს, კაი სასმევს, ესე იგი. ლამაზი კაფელი აბაზანაში. ხო, და რაღაცა. ეგეც არის, რა თქმა უნდა, კაი საჭმევს რო აკეთებს ქალი, ის ხადია, რომ უპირატესობას იძენს მამაკაცის თვალში, მაგრამ ხო, მაგრამ 24 საათი თუ სამზარეულოში და საჭმელს აკეთებს და მე დაღლილია და უკვე იძახის ვაიმე და დამანები თავი მტკივა. ნამდვილად ესეა. ესე იგი, სულიერი კომფორტი, ესე იგი, ამ ქალის გვერდით მამაკაც უნდა სიამოვნებდეს ყოფნა. უნდადეს მასთან ყოფნა. აი უშენოთ მე არ შემიძლია. ძაღლშიათ რა ხდება, იცი, როდესაც რაღაცა კოლიზიები არის ხოლმე რა, ან შეყვარებულებს შორის, ან ოჯახში რაღაცა და საერთოდ უფრო აქტიური ქალია ხოლმე ასეთ დროს რა. ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი 90%-ში ქალია. მხოლოდ 10%-ში მამაკაცი. მოსლა? კი, ყველგან ის. ხო და როგორც კი აქამდე მივა საქმე და უკვე მამაკაცი იწყებს, ასე ვთქვათ, ისტერიკას არა, მაგრამ გარკვეულწილად რეაქციას იღებს. მე უშენოთ არ შემიძლია. აი ხედავთ? არ შეუულია უკვე იმის გარეშე. მაშასადე მე იმიტომ რომ იმისი ღომი მოწონს. არა? არა მარტო ღომი, მასთან კომფორტს გძნობს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და მე ურჩევ გოგონებს აი რაღაცა აი მიჩვევის შეგრძნება რა, მიჩვევის განცდა. ამას ბევრი ახერხებს, სხვათა შორის არც თუ ისეთი, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი გარეგნობის გოგონა. მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს ერთ-ერთმა ჭკვიანმა, სხვათა შორის ძალიან პატარა გოგონამ იმას მიაღწია, რომ ბიჭს მოწონდა უყვარდა თუ რაღაცა ეხა ურთიერთობა ქონდა 3 წელი დადიოდნენ და აღარ დაცოლობა აღარ შესთავაზა, მაგრამ ისეთ შეჩეული იყო, აიღო ამ გოგომ და საერთოდ გაქრა ამ ბიჭის ცხოვრებიდან, ტელეფონს არ პასუხობდა, სახლში არ იყო მუდმივად და
მე იპოვა თუ არა და იმ წუთასვე ბეჭედი გაუკეთა. ასე რომ ხო, სადღაც ლოგიკური მართვია, რაციონალური. თვითონ ეს მიჩვევის განცდა, ხო? ესეც კომფორტია რა. ჩვეული რა, კომფორტია, აი მაგალითად მე სახში მაქვს სავარძელი, რომელშიც განსაკუთრებით მიყვარს შიდო. მიჩვეული ვარ, ხო? კი, აბა. ასია ყველაფერი. ბატონო ზურაბ, კიდევ ასეთი კითხვა გვაქვს. საერთოდ ძალიან ბევრი კითხვა არის ანორგაზმიაზე დღეს. სხვადასხვანაირად swamენ კითხვებს და მოდით მოველოდებით რომ მე ყველას წავიკითხავ, იმიტომ რომ შეიძლება სხვა პასუხში უკვე იდოს თქვენი კითხვის პასუხიც, ასე რომ უბრალოდ ყურადღებით გვისმინეთ. გამარჯობათ, ვარ 23 წლის ქალი, პირველად გწერთ, მყავს მუდმივი პარტნიორი, მაგრამ სექსის დროს ორგაზმს ვერ განვიცდი. იშვიათად თუ ვიღებ სიამოვნებას, ისიც ორალური მოფერების დროს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მისჩევდით, ხო? იცით რა, მიზეზებზე ჩვენ გქონდა რამდენჯერმე ლაპარაკი, ჩვენ გვექნება 2 წუთი გვაქვს და მიზეზებზე მოდით გადაცემათა ციკლი ანორგაზმიაზე გვექნება და იქ ვილაპარაკებთ უფრო დეტალურად მაგაზე რა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეგეთი რაღაცა, რომ ძირითადად ანორგაზმია ითვლება ფსიქოგენურ აშლილობად. ეს არის ფსიქოგენური სქესობრივი აშლილობა. შესაბამისად, მის მკურნალობაში ძალიან ბევრი მეთოდები გამოიყენება, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი, რა თქმა უნდა, არის ფსიქოთერაპია. და სექსოლოგიურ თერაპიული ტრენინგების გამოიყენება საკმაოდ აქტიურად რა და სხვადასხვა პროცედურები და იკურნება რა ვთქვათ ესე რა მე ურჩევ ამ გოგონას აუცილებლად მიმართოს ექიმ სექსოლოგს. კიდევ ასეთი კითხვა არის, გამარჯობათ, ბიჭი ვარ და ჩვენ ძალიან მოგწონსო ორივეს ორალურად რომ ვეფერებითო, რამდენად ნორმალურია ორგანიზმისთვის და ორგანიზმს ვნებს რა? არ ვნებს არა, ძალიან კარგია. ძალიან ყველაფერი ის, რაც სიამოვნებს სექსუალურ პარტნიორებს ორივეს, არის კარგი. და რაც მისაღებია. გთხოვთ სასწრაფოდ დამეხმარეთო, გწერს რადიო მსმენელებს, ვსვავდი ერექციის გასაუმჯობესებლად აბებს და ბოლოს სამი დღეა მომწვანო ფერის სპერმა მაქვს. ოი, კარგი და საერთოდ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ სპერმის ფერიც და სუნიც დამოკიდებული არის ხშირად იმ საკვებზე, რა საკვებითაც იკვებება. ანუ შეიძლება ფხალი ქონდეს ნაჭამი და ან ბროკოლი და გამომწვანდა. შესაძლებელი. ნუ ეშინია რა, არაფერი არ არის ეგ. გამიმწვანდაო, კაცი ისტერიკაში აგერ 15 SMS-ი მოგწერა. არ არის ისტერიკაში, ნუ ეშინია. თუ ასე ეშინია, სპერმის გამოკვლევაც შეიძლება. თუ რაღაცა ინფექციის ეშინია, რაც სულ არ არის საშიში მაგალითად. საშიში დაფნა და ძვირფასო რადიო მსმენელებო რა. ნუ აყვებით ზოგიერთი ექიმის, ასე ვთქვათ, დაბოლებას იმის თაობაზე, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და ჰაიდა, ჰაიდა, არ არის ეგრე. საშიში არის სიცოცხლისათვის საშიში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, განსაკუთრებით მამაკაცისთვის. ეს არის შიცი და ეს არის ჰეპატიტი. ხო, აი, გწერს 21 წლის ვარო. 21 სართულზე ვცხოვრობო და 21 სანტიმეტრი მაქვს და ეს დამთხევაა თუ სასწაულია? მე ვფიქრობ, რომ ამ ჩვენ რადიო მსმენელს საკმაოდ გონება מחვილია რა და ალბათ KVN-ში ჯობია მიიღოს მონაწილეობა. რატო ჩვენც მოგწეროს ხოლმე ძალიან სასაცილოა. აი, მოხიარულოს რა მოხდათ. ბატონო ზურაბ, რა საკვები უნდა მივიღოთ, რომ კარგად ერეგირებული იყოს პენისიო და საერთოდ საკვების თემამ ძალიან დაინტერესა რადიო მსმენელები, იმიტომ რომ კიდევ არის ამ ვილაპარაკეთ უკვე რამდენჯერმე. არა, კიდე, რაღაცა კონკრეტული ეთყობა უნდა დაუსახელოთ, არ ვიცი. სცენარეულ ზეთერზე დამზადებული საკვები, სრულფასოვანი საკვები, ვიტამინებით მდიდარი საკვები, კარგად შეკმაზული, ასე ვთქვათ, ქართული სანელებლებით და ნიგოზით დამზადებული ბაჟე და საცივი სასარგებლოა სექსისთვის. ინცესტი ავადმყოფობა არისო? იცით რა. ინცესტია რა, მოდი ვთქვათ ესე. რა თქმა უნდა. სადაოა ეს თემა? არაფერი სადაო არ არის ახლა, მაგრამ ეს ავადმყოფობა, პარაფილია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უფრო სოციალური მოვლენაა ვიდრე სამედიცინო.
ჩვენ აი რადიო მსმენელი გვწერს, ქალების დეფიციტია საქართველოში. ეს ის რადიო მსმენელი, რომელსაც აინტერესებს ინცესტი ავადმყოფობაა თუ არა. ხო, კიდევ რას გვწერენ? რა არის დეფიციტი? გაიხედოს ქუჩაში და ნახოს რა გადასარევი გოგოები დადიან. წყვილს ღამეში რამდენჯერ შეიძლება კონდეს სექსი? რამდენჯერაც ესიამონებათ და რამდენჯერაც შეძლებენ. ისე საერთოდ სავალდებულო არა ყოველ ღამე. შესაძლებელია დღე გამოშვებით, შესაძლებელია კვირაში 2 ჯერ, შესაძლებელია კვირაში 1 ჯერ, ვისაც როგორ მოსწონს. გამარჯობა, ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, მაგრამ ტეხავს რომ კვირაში ერთხელაა. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო გისმენთ და მოსწონს ყველას. 2 ჯერ რო იყოს კვირაში კარგი იქნება. მაგრამ დამერწმუნეთ ერთი რაღაცა რა. ძალიან ძნელია ლაივში მუშაობა 2 საათი და კვირაში 2 ჯერ უფრო ძნელი იქნება და ცოდონი ვართ რა. ძირფასო რადიო მსმენელებო, დასრულდა ჩვენი გადაცემა. დღეს ნამდვილად კმაყოფილი მივდივარ სახში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა SMS ვუპასუხეთ. 2-ჯერ, 3-ჯერ და 1000-ჯერ რომ მომწერთ, ეს არნიშნავს იმას, რომ მე აუცილებლად მას წავიკითხავ. მე ვკითხულობ SMS-ებს რიგითობის მიხედვით და ამ ჩემს წესს არასოდეს ვღალატობ, ასე რომ ერთხელ მოგწერეთ SMS-ი და საკმარისია სავსებით. იმედია მომდევნო სამშაბათსაც მოგვისმენთ. 22 საათი და 15 წუთიდან იწყება ხოლმე ჩვენი გადაცემა. და მთავრდება დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე. აი ესე აინტერესებთ ხოლმე ზუსტად როდის ვიწყებთ, როდის ვასრულებთ. ასე რომ მოგვისმინეთ მომავალ სამშაბათსაც. კვირის განმავლობაში თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, აუცილებლად დაგვიმეგობრდეთ Facebook-ზე და იქ მოგწერეთ კონფიდენციალურობაზე, ჩვენ ვაგებთ პასუხს. ტკბილ ძილს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ძირფასო რადიო მსმენელებო. აკრძალული ხილი, დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად.